დაიწიოს აქსიზის საფასური საწვავზე და მინიმუმ 2017 წლის ნიშნულს დაუბრუნდეს, გაუქმდეს ის 2%-იანი საპენსიო განცემი, რომელიც არაფერში არ წერია, შეამციროს დეგეგის გადასახადი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და რავი, ბოლოს ვიფიქრე კორუფციას ებრძოლოსო, მაგრამ რა კორუფციას უნდა ებრძოლოს? კორუფციასთან ბრძოლა არ გამოვა. მოკლედ, გამოსავალი არსებობს. ოღონდ ეს გამოსავალი ვიღაცების ციხეში ჩასმა, სუსის გამოძიებით დაშინება, გამოძიებებზე და გამოკითხვებზე ტარება და ბიზნესმენების დისკრედიტაცია და მათი მოსწრებად გამოყვანა კი არ არის გამოსავალი ამ ხალხის მოშორებაში. გამარჯობა. მეოთხე ეპიზოდი დავიწყეთ ჩვენი დერეფნის და მეოთხე ეპიზოდში როგორც იქნა მივახციე მეგობრებო და მარტო ვარ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. მეოთხე ეპიზოდში გადავწყვეტეთ რომ გველაპარაკა იმაზე, რაზეც აუცილებელია ჩემი აზრით ბევრი ვიცოდეთ და არა უყვეთ იმ ტყუილებს, რომლითაც გაგუბერა უკანასკნელი კვირების მანძილზე ხელისუფლება. საქმე ეხება ფასებს. ფასები, რომლის ზრდაც არ არის რთული გეოპოლიტიკური საკითხი. არ მოითხოვს დიდ ცოდნას, ბევრი ინფორმაციის მიღებას. არამედ უბრალოდ საჭიროა, რომ ამ ქვეყანაში ბოლო 10 წლის მანძილზე გეცხოვრათ. 5 წელით საკმარისია ამისთვის. სანამ დეტალურად დავიწყებ და შევეცდები იმაზე ლაპარაკს, თუ როგორ შეიძლება, რატო იზრდება ამ ქვეყანაში ფასები და რა შეიძლება ამას უშუალოს, მანამდე გთხოვთ, რომ იმისთვის რომ ვიარსებოთ, იმისთვის რომ ბევრად მეტი საინტერესო ვიდეო ჩავწეროთ და ბევრ ამბავზე გელაპარაკოთ, გთხოვთ გახდით ჩვენი გამომწერები, დააჭირეთ ზარის ღილაკს, დაგვალაიქეთ, რა ვიცი, ყველაფერი რაც არსებობს პოზიტიური, მოგვაყარეთ მეგობრებო და ჩვენ შევეცდებით რომ ბევრი საინტერესო ამბავი გითხრათ აი ამ ფორმატში. ფორმატში, რომელიც ჩემი აზრით უკვე ნელ-ნელა საინტერესო ხდება და რაღაცას ემთხვევა. მოკლედ, ფასები რატომ გაიზარდა ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა პროდუქტზე, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და მედიკამენტებზე ფასები 100, 150, 200 ან რაღაც შემთხვევაში 500 და 700%-ით. ამბის დაწყება მინდა მარტისთვის 2024 წლის მარტისთვის პრემიერის გამოსვლით, როდესაც მაშინ ჩვენ მე პირადად აქტიურად ვლაპარაკობდით ფასების კატასტროფულ ზრდაზე, პრემიერის პასუხი იყო, რომ ჯამში უკანასკნელი 10 წლის მანძილზე 66%-იანი ზრდა და ინფლაციის მაჩვენებლები საქართველოში აბსოლუტურ ნორმაში იყო და არაფერი არ აქვს საქართველოს მოქალაქეებს სადარდებელი. ამ ამბიდან 1 წელიც არ იყო გასული, რომ იგივე კაცი, იგივე უტიფარი სახით, იგივე მისთვის ჩვეული დემაგოგიური დუდუნით გამოვიდა და გითხრა, რომ ფასების ზრდა კატასტროფულია. მაგრამ მისთვის ჩვეულად ისევ ცადა, რომ ყველაფერი კონსპირაციის თეორიებისთვის დაებრალებინა, რაღაცა უხილავი ხელებისთვის, არა ადამიანის უხილავი ხელისთვის, არამედ რაღაცა გაურკვეველი უხილავი ხელებისთვის და მოკლედ ეთქვა, რომ საქართველოში ფასებს ცუდი ბიძიები ზრდიან. კი, საქართველოში ფასებს ცუდი ბიძიები ზრდიან. ერთი ცუდი ბიძია ის არის ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი, შესაბამისად ფასების ზრდაზეც ის არის პასუხისმგებელი. ამ ცუდ ბიძიას ბიძინა ივანიშვილი ქვია. ამბავი მარტივად არის. რა მოხდა უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში? იმისთვის, რომ აბსოლუტურად ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასები მინიმუმ გაორმაგებული იყოს. პირველი. დასაწყისიდანვე მმართველობისა ფისკალურ-მონეტარული პოლიტიკა საქართველოში აწარმოეს პოლიტიკური მიზნებისთვის. ანუ საქართველოში პოლიტიკური მიზნებისთვის ამ 10 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ლარი დაიბეჭდა. ისე დაიბეჭდა, რომ ამან რა თქმა უნდა პირველ რიგში მოახდინა ეფექტი ფასებზე. დასაწყისში ყველას უნდა ისმოდეს თეორიულადაც, რომ ყველაზე მთავარი და ერთადერთი რეალურად ორგანიზმი, ინსტიტუცია ქვეყანაში, ვინც არის პასუხისმგებელი ინფლაციაზე, ანუ ფასების ზრდაზე, ეს არის საქართველოს ეროვნული ბანკი, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში სხვა ცენტრალური ბანკი. მოკლედ, ფულის ბეჭდვა ყველაზე დიდი პრობლემა არის. ფულის ბეჭდვა ავტომატურად იწვევს ვალუტის გაუფასურებას. ვალუტა კი ის არის, ქართული ლარი ის ვალუტა, რომელსაც ჩვენ ტრანზაქციებს ვახორციელებთ, შესაბამისად, ეს ყველაფრის ფასს ზრდის. ამის პარალელურად აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ამ 10 წლის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ კლასიკურ სახელფასო სტაგნაციას. ანუ საქართველოში კი ეკონომიკა იზრდება, კი ფულის მასა იზრდება, მაგრამ ხელფასები რჩება ერთი და იგივე ნიშნულზე.
ფულის ბეჭდვასთან ერთად საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც კი კონსტიტუციაში წერია, რომ გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის გარეშე არ შეიძლება, მაგრამ რეალურად ამ ქვეყანაში გადასახადები გაიზარდა. კერძოდ გაიზარდა ერთი ძალიან კონკრეტული და შეფარული გადასახადი. საპენსიო ფონდის შენატანი. ქართულ ბიზნესი ვალდებული გახდა, როგორც ქართულ ბიზნესი ინდივიდუალურად თქვენ, რომ 2% სახელმწიფოს დაემატებინა 20%-იან საშემოსავლო გადასახადზე, შესაბამისად ირიბად, მაგრამ საქართველოში გადასახადები 2%-ით გაიზარდა. 2% კი ცოტა არ არის. საპენსიო ფონდზე შეგვიძლია ერთხელ ცალკე ეპიზოდში ვილაპარაკოთ, რამხელა უგუნურება არის იმ ფორმით მისი არსებობდა და ამას ყველანი საკუთარი მობაილ ბანკებზე ხედავთ, რა ტემპით იზრდება თქვენი საპენსიო დანაზოგი, მე მგონი ყველა ძალიან კარგად ხვდებით, რომ საქართველოს საპენსიო ფონდი ერთი დიდი ფარსია, რომელსაც არ იმუშავა. მეორე პრობლემა არის ეს, გადასახადების ზრდა. ერთის მხრივ 2%-ის დამატება, მეორეს მხრივ გადასახადის აქციზის ზრდა საწვავზე. საწვავი ჩვეულებრივი პროდუქტი არ არის. საწვავი და კამფეტზე აქციზის მომატება ერთი და იგივე ეფექტის მატარებელი არ არის. რატო? იმიტომ რომ საწვავი არის ის ნედლეული, რომელიც მოიხმარება ყველა პროდუქტის თუ ყველა სერვისის ფასის განსაზღვრაში, იმიტომ რომ საწვავი ყველაფერს სჭირდება. გადაადგილება, ტრანსპორტირება აბსოლუტურად ყველაზე სჭირდება. ანუ პირველი რაც ახდენს აგრეთვე აი ესე პროდუქტებში გავლენას ფასებზე, ეს არის საწვავი. საწვავის აქციზი 2017 წელს საქართველოში გაურმაგდა. უბრალოდ სახელმწიფო მაიღო და გადაწყვიტა, რომ 250 ლარიც მაგივრად 1 ტონა საწვავზე აქციზი გამختارიყო 500 ლარი. ასეთია მე მგონი ბენზინზე და 400 ლარი არის დიზელზე. ამან რა თქმა უნდა უდიდესი გავლენა იქონია ფასების ზრდაზე. მესამე ამბავი და ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლოში არ ვიტყვი, აქვე ვიტყვი. მესამე ამბავი ეს არის რა თქმა უნდა და ცალსახად კორუფცია. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ენდემურია კორუფცია. ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, არ ვიცი, რამდენი ჩამოგითხოვოთ, ჯუანშერ ბურწულაძე, სხვები და სხვები. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველაზე დიდი ხნით ამ ქვეყნის მმართველები ქართული ოცნების პირობებში, ღარიბაშვილი და ძმანი მისნი, ციხეში ზიან ქართული ოცნების მიერ ჩასმულები არიან, იმიტომ რომ საქართველოში არნახული მასშტაბის კორუფცია დააბრუნეს შევარდნაძის პერიოდიდან. ფულად ერთეულებში შევარდნაძის პერიოდი ახლოსაც ვერ მოვიდოდა იმდენი ხაპა ღარიბაშვილმა და ყველა მისმა მოძმემ. ეს ფული უნდა მოხმარებულიყო ბაგაბაღებში, ბავშვებს, სკოლებში, მოსწავლეებს, ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედროებს. ამის პარალელურად ტრანსნაციონალურ დანაშაულს უწევდა მფარველობას ქართული სახელმწიფო. მოკლედ, ღარიბაშვილის სისტემა და ღარიბაშვილი არ არის ცალკე მდგომი არსება, ის ივანიშვილის ხელით გაკეთებული და გამოძერწილი გოლემია. ივანიშვილმა ღარიბაშვილი გამოძერწა როგორც მისი პოლიტიკური სისტემის როლ მოდელი, ასე ვთქვათ, ის კორუფცია, რომელშიც ცხოვრობდა 10 წელი საქართველოს და ცხოვრობს დღესაც, არის მოდუს ოპერანდი ამ პოლიტიკური პარტიის. შესაბამისად, კორუფციას აუცილებლად აქვს ნებისმიერი პროდუქტის და სერვისის ფასში თავის მგენელი. რატო? იმიტომ რომ ბიზნესი ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს თავის ხარჯებში ის კორუფციული განაცემები, რომელიც უნდა გასცეს. სამშენებლო ნებართვის მოსაპოვებლად, არ ვიცი, სასურსათმუნელობის თანამშრომლებისთვის, რომ მათ არ დაწერონ დასკვნა. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბიზნესი ამას თქვენი საზრით საკუთარი მოგების ხარჯზე არა, რა თქმა უნდა, ყველა ეს კორუფციული მდგენელი გათვალისწინებულია ამ პროდუქტების ფასში. მოკლედ, რამოდენიმე მარტივი ამბავი ჩამოგითვალეთ, რის გამოც საქართველოში ფასები გაიზარდა. გადასახადები, აქციზი და რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი. კიდევ ერთ ფაქტორს დავამატებ, ეს ერთი ფაქტორი, რა თქმა უნდა, არის მაგალითად დენის ტარიფი, რომელიც აგრეთვე თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ხელშია, სემეკი დათონ არმანია ამ შემთხვევაში, აი ის კაცი მერი რო იყო და ნახევრად-ჭიშველი საზამთროს რო ჭამდა რომელიღაცა მდინარის პირას. ხო, აი ეგ მაგ კაცმა საქართველოში ფაქტიურად გააორმაგა ტარიფი ყველა commodity resource-ზე, ანუ ყველა ენერგეტიკულ მდგენელზე. დენის გაძვირება და გაზის გაძვირება აგრეთვე როგორც საწვავი, არ არის უბრალოდ რაღაცა კამფეტის და ყავის ფასის მომატება, პირდაპირ გავლენას ახდენს აბსოლუტურად ყველა პროდუქტის და სერვისის ფასზე. ამის მიღმა გეტყვით, რომ საქართველოში და ამას თქვენ თვითონაც რა თქმა უნდა ამიშნებთ, უკანასკნელი წლების მანძილზე ნებისმიერ სახელმწიფო სერვისებზე გაურმაგდა და გასამაგდა ფასი. რა შეიცვალა მაგალითად იუსტიციის სახლისთვის, როცა საპასპორტო პასპორტის ან იმის რა ქვია, პირადობის აღებას
ორმაგი ფასი დაჭირდა დღეს. რამე მეც ხარჯავენ, ზუსტად ის მდგენელები მოქმედებს, რაზეც ახლა ვილაპარაკეთ. ანუ სახელმწიფოს შეუძლია რომ ეს ამ სერვისების ფასი არ გაზარდოს, მაგრამ გაზარდა. მოკლედ, ჩამოგითვალეთ ყველა ის მიზეზი, რომლის ავტორიც მხოლოდ სახელმწიფოა, გავლენას ახდენს სახელმწიფო ამ ყველაფერზე, ჩვენი ხელისუფლება, ვინც მართავს ამ ქვეყანას, შესაბამისად, ფასების ზრდაზე მარტივად და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრული პასუხისმგებლობა არის ბიძინა ივანიშვილზე, მის საკადრო პოლიტიკაზე და იმ ადამიანებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელით სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა უგუნური მიზნებით, აი რომელიმე ამ დგენელს, რომელიც მეც ახლა ჩამოგითვალეთ, აუარესებდა. ზოგი დედოლარიზაციის რაღაცა იდიოტური მიზნებით, ზოგი ძალიან ვიწრო კორუფციული ინტერესებით, მაგრამ ერთი საერთო ქონდა ყველამ ზემოქმედება მოახდინეს ფასებზე, რომ ისინი გაზრდილიყო. რა თქმა უნდა არსებობს გარე ფაქტორები, საბაზრო მდგომარეობა, რეგიონში ვითარება, COVID პანდემია ამ შემდეგ, მაგრამ დამიჯერეთ, არც ერთი ეგ მდგენელი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ის, რაც ჩამოგითვალეთ. ფულის ბეჭდვა, გადასახადების აწევა, აქციზის აწევა, ტარიფების და სერვისების ფასების ზრდა და რაც თავარია, კორუფცია. აი ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ამ ქვეყანაში ყველაფერზე ფასი გაიზარდა. ეს ზრდა არ არის მარტივი. მარტივი არ არის იმიტომ, რომ მაგალითად ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, როგორიც არის პურის ფქვილი და პური. დამეთანხმებით, რომ პური ყველა ოჯახში ყველაზე საბაზისო საჭმელია. 10 წლის მანძილზე პურის ფასი გაორმაგდა საქართველოში. გაორმაგდა, რაც ნიშნავს, რომ ერთ მაგალითს მოვიყვან, სულ ამაზე მეფიქრება ხოლმე. 2005 წელს საქართველოსდან 2005 წელს საქართველო იყო, საქართველოსდან წავედი სასწავლებლად საფრანგეთში. 2015 წელს საფრანგეთიდან დავბრუნდი საქართველოში. 1 წლის წინ მომიწია იქ ყოფნა. აი რომ ჩავედი პირველად, იქიდან რომ წამოვედი და 1 წლის წინ რომ ვიყავი, პური ერთი და იგივე ფასი ღირდა ყველა ეტაპზე. ანუ, რა ვიცი, 25 წლიან ამ პერიოდში პურის ფასი ალბათ რა ვიცი 3 ან 5 ცენტით შეიცვალა. ხო, ეს იმ ევროპაზე არის ლაპარაკი, რომელზეც პირდაპირ გატყუებენ, რომ ჩამოიშალა, გაშავებულია, ვერ თბებიან, ვეღარ ჭამე და ასე შემდეგ. მარტივი დემონსტრაცია იმისა, რომ იქ არაფერი არ იცვლება. რატომ არის კაი ევროპა? აი ამიტომ. რატომ ხდება ეს ყველაფერი ესე? იმიტომ რომ ის ადამიანები ზრუნავენ თავის ქვეყანაზე. ის ადამიანები ზრუნავენ თავის ხალხზე. მაგალითად, იტალიაში არის დღეგეც გადასახადი დაახლოებით იგივეა როგორც საქართველოში არის პურის ფქვილზე და პურზე დღეგეც გადასახადი 18%-ს მაგრამ მხოლოდ 4.5%-ია. რატო? იმიტომ რომ პური პირველადი მოხმარების პროდუქტია და მისი ფასის ზრდა ძალიან მძიმედ მოქმედებს მოსახლეობის აბსოლუტურად ყველა ფენაზე. იმიტომ რომ ყველა ყველაზე გაჭირვებული და შეჭირვებული ოჯახიდან ყველაზე მდიდარი ოჯახის ჩათვლით მოიხმარს პურს. ფასი გაორმაგდა ხორცზე, რომელიც აგრეთვე პირველადი მოხმარების პროდუქტია და გარდა იმისა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტია, იუნესკოს კვლევები ამბობს. აი იმ იუნესკოს კვლევები, რომლებმაც თქვეს, რომ ბავშვთა სიღარიბე და შიმშილი არ დაიძლიაო, კვირიკაშვილი რომ ამის გამო სამსახურიდან დაითხოვეს და სადღაც მოუსავლეთში გაისტუმრეს, ის იუნესკო ამბობს და ბევრი სხვა სამეცნიერო დასკვნა, რომ ხორცის მოხმარება, საქონლის ხორცი იქნება ქათმის თუ სხვა, აუცილებელია ადამიანის სწორად განვითარებისთვის და ხორცის ნაკლებობა რაციონში, ან ხორცის ჩავნაცვლების ნაკლებობა რაციონში სერიოზული პრობლემაა ადამიანის განვითარების. უკანასკნელი ყველა კვლევა, რომელიც თქვენთან შეგიძლიათ ნახოთ, აჩვენებს, რომ საქართველოს მამაჩვენებლებში ძალიან უკან დაიხია. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მარტივად გეტყვით, ფასები ისეთ პროდუქტებს, როგორც არის ხორცი გაორმაგდა, როგორც არის პური გაორმაგდა, როგორც არის შაქარი, მაგალითად, პირველადი მოხმარების პროდუქტი გაორმაგდა, როგორც არის მარილი, პირველადი მოხმარების პროდუქტი გაორმაგდა. სხვადასხვა ცხიმებზე ზეთი იქნება ეს, მარგარინი თუ კარაკი გაორმაგდა და გასამაგდა ფასები. ზოგადად აი ეს ცვლილება ძირითად პროდუქტებზე 100% ზრდიდან 200%-მდე ზრდას აღწევს. ეს ყველაფერი იმ ათწლეულის მანძილზე მოხდა, რომლის მანძილზეც ქართული ოცნება მართავს ამ ქვეყანას. აი იმ პერიოდში, როდესაც ვერც ნაცს, ვერც შევარდნაძეს და მით უმეტეს ვერც გამსახურდეს ხელისუფლებას ვერ დააბრალებ აი ამ უბედურებას, რაშიც დღევანდელი ქართველი ცხოვრობს. ასეთი პროდუქტების, პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ადამიანები თვიდან თვემდე ვალდებულები არიან, რომ რომელიღაცა ეს პროდუქტი ამოაგდონ რაციონიდან და გრძელ ვადაში კი პურის ფქვილის, არ ვიცი, ხორცის ან ბოსტნეულის რაციონიდან ამოგდება ადამიანის განვითარებაზე მოქმედებს ცუდად. შესაბამისად
შესაბამისად ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელ განვითარებაზე მოქმედებს ცუდად. ამ ყველაფრის ავტორიც კი კიდევ ერთხელ გავმეორდები, ქართული სახელმწიფო. ეხლა აი ეს ყველაფერი იმხელა ნიშნულზე ავიდა დეკემბრის თვეში, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქე მთელი თვის მანძილზე ცდილობს, რომ საახალწლო სუფრისთვის რაღაც შეაგროვოს და საახალწლო სუფრა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ყველას გვინდა, რომ ამ სუფრაზე ბევრი პროდუქტი იყოს, რეკორდულად ცოტა პროდუქტი იყო წლევანდელ ქართულ სუფრაზე პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ფასების ზრდამ 2025 წლის დეკემბერში. ისეთი მაღალი იყო, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა. ქართულმა ოცნებამ რა გადაწყვიტა? კლასიკური გზით დაიწყო სიარული. ისე როგორც ჩვეულებრივ რუს სახედრებს ახასიათებთ ხოლმე. საბჭოთა პროპაგანდის მეთოდები აიღო, გადახედა, გადმოხედა, ვისთვის რამის დრის დაშავება შეეძლო და წავიდა და პირდაპირ ბიზნეს დააბრალა ფასების ზრდა. კარტელურ გარიგებებს, შეთქმულების თეორიებს, რომ რაღაცა გარიგებები არსებობს, რომ ვიღაცა ცუდი ბიძიები ფულს ითფობენ, ბოროტი კაპიტალისტები ფულს ითფობენ, ფულს აგროვებენ, ხელს ითფობენ ადამიანების უბედურობაზე და ფასების ზრდაზე თავიდან ბოლომდე ისინი არიან პასუხისმგებელი. ეს რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე ტყუილია. იმასაც უტიფრად არ მოეშვნენ, რომ მაგალითად ჩემი პარტიის დამფუძნებლებზეც ეთქვათ, რომ რაღაცა კომპანიებში წილებს ფლობენ, რომლებიც ფასებზე გავლენას ახდენენ. იმ კომპანიებზე უბრალოდ მარტივად ვიტყვი, თქვენ თუნდაც შეგიძლიათ შეამოწმოთ, ის კომპანიები ისეთი პროდუქტები შეუტანი არის, როგორც ტკბილეული და ასე შემდეგ. ანუ არ არის არც ერთი პირველადი მოხმარების და შეუძლებელია, რომ ქართული კაცის იმ უბედურებაზე, რაშიც ქართულმა ოცნებამ ჩააგდო, რამე გავლენა ქონდეს. მოკლედ, პროპაგანდა გადაერთო იმაზე, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, არ ვიცი, რომლებიც ოდესღაც იყვნენ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელები ან სხვები, ამ ადამიანებზე კონსპირაციულად უტიფრად დაებრალებინათ ის, რაც თავიდან ბოლომდე ბიზნე ივანიშვილის და მისი მინიონების ბრალია ამ 10 წლის მანძილზე. ოღონდ მთელი ამბავი მივიდა იქამდე, რომ აქაც ძალიან დიდ შარში აღმოჩნდნენ და უცებ დადუმდნენ. ამ ეტაპზე გეტყვით, რა არის მათი ხაზი? მათი ხაზი არის, რომ შექმნან კომისია, იმ კომისიაზე კიდე ქვეჯგუფი, რომელშიც შევლენ აი ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ყოველდღე გატყუებენ, რომ ევროპა სიღარიბეში იხრჩობა, რომ საქართველოს ბედი აშხაბადში უნდა გადაწყდეს, აი ის პაპუაშვილი, აი ის მდინარაძე, არ ვიცი შინაგან საქმეთა მინისტრი, ანუ ძალოვანებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაც კომისია შეკრან და აი ამ ძალოვან სილავიკთა ჯგუფმა გადაწყვიტოს, როგორი უნდა იყოს ფასები ამ ქვეყანაში. და რაც მთავარია, იმის მაგივრად, რომ აი მე რაც ჩამოგითვალეთ ამ პრობლემების გადაჭრაზე იფიქროთ, ყველაფერს გამოსავლად იპოვეს ერთი KGB, ანუ სუსი, რომელიც მოიკვლევს ფასებს და ციხით დასჯის ყველას და მეორე შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა. ანუ საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში ყველაფერი ძალოვანების ხელში გადაიტანეს. ფასები თურმე ამ ქვეყანაში გეკა გელაძემ და მამუკა მდინარაძემ უნდა განსაზღვროს. რაც ალბათ ღრმაცოდნის გარეშე და მთელი ყველაფრის მოსმენის გარეშე, რაც აქამდე თქვი, თქვენ თვითონაც ხვდებით, რომ აბსოლუტური იდიოტიზმი არის და არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ხვალვე, აი ამ ყურმოჭრილ მონათა პარლამენტს შეუძლია დასჯეს და გაანახევროს აქციზი და 2017 წლის ნიშნულზე დააბრუნოს საწვავზე. მოხსნას ის დრაკონული გადასახადი 2%-იანი, რომლის მიზანსაც ვერ ვხედავთ, ეგრეთ წოდებული მოგონილი საპენსიო ფონდის და ისევ 20%-იან საშემოსავლოზე დაწიოს. წავიდეს და განსაზღვროს, რომ დღეგეს გადასახადი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე არა 18% იყოს, არამედ როგორც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშია 5%-ზე დაიყვანოს პურზე, შაქარზე და ხორცზე მაგალითად. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე პარლამენტის და მთავრობის პრეროგატივაა. ყველა კარტი მათ ხელშია. შეგიძლიათ ხვალვე დაჯდეთ და აი ამ სისულელეების ბოდვის მაგივრად აი ეს კანონები მაინც მიიღოთ და ეს ცვლილებები შეიტანოთ და გარანტიას გაძლევთ, რომ რამოდენიმე თვეში ყველა პროდუქტის ფასზე ეს ყველაფერი აისახება. მაგრამ რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ უნდათ და ურჩევნიათ, რომ ტყუილები დააბრალონ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც ბიზნესს აკეთებენ. ბიზნესისთან ასეთი მიდგომა პირდაპირ გეტყვით, გამოიწვევს ერთ რამეს, გამოიწვევს დეფიციტს. ბიზნესი არ გაკეთდება იმის გარეშე, რომ რაიმე მოგება ნახოს. სხვათა შორის მნიშვნელოვანი მდგენელი პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცის ბოლო განცხადებებში იყო ის, რომ
მან შეადარა ქართული ფასები მაგალითად ფრანგულ ფასებს. აი იმ ფრანგულ ფასებს წეხან ჩემი ამბავი რომ მოგიყევით 25 წლის მანძილზე პურის ფასი რო არ შეცვლილა. იქაურ ბიზნესს შეადარა. მარტივად გეტყვით, საფრანგეთში შეიძლება განსახადები საქართველოსზე მეტი იყოს, მაგრამ ბიზნეს გარემო და ბიზნეს უსაფრთხოება 100-ჯერ უკეთესია ვიდრე ეს არის საქართველოში. ანუ ადამიანი როდესაც მიდის ბიზნესში საფრანგეთში, მან იცის, რომ მას ექნება თავისუფალი სასამართლოს უფლება. ანუ მას ექნება საშუალება რომ ყოველთვის იპოვოს სამართალი საფრანგეთის საერთო სასამართლოებში. მეორე მას არ აქვს კორუფციული რისკები, არავინ არ თხოვს ატკატებს, რაღაც ნებართვებში დამატებით ფულებს. იცის რომ კორუფციული მდგენელი არ აქვს. და მესამე, ის ოპერირებს უსაფრთხო ეკონომიკურ გარემოში. კონკურენტულ გარემოში. სადაც ყველაფერი დამოკიდებულია მის შნოზე, რომ მიაღწიოს წარმატება. შესაბამისად, მარჟა, რომელსაც საფრანგეთში გადასახადების თუ აი იმ პირობების გამო, რასაც გეუბნებით, მარჟა მოგების, რომელსაც ნახავს იქაური ბიზნესმენი, რა თქმა უნდა, უფრო პატარა იქნება, ვიდრე ის, რომელსაც ნახავს საქართველოში ბიზნესმენი, იმიტომ რომ საფრანგეთში ბიზნესმენიდან განსხვავებით საქართველოში ქართველმა ბიზნესმენმა უნდა იფიქროს კორუფციულ მდგენელზე. უნდა იფიქროს იმაზე, რომ სასამართლო არა აქვს და შესაბამისად ნებისმიერ მომენტში შეიძლება განულდეს და მინუსში აღმოჩნდეს მისი ბიზნესი. და გრძელვადიანად პერსპექტივას ვერ ხედავს ქვეყანაში, სადაც აი ასეთი გარემო არის, როგორც ქოციანობამ შექმნა 10 წლის მანძილზე. შესაბამისად, ის ძალიან ბევრ რისკს აზღლებს იმ მარჟით, რა მარჟის მოგებასაც ნახულობს. შესაბამისად, სანამ საქართველოს ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა არ იქნება, არა საფრანგეთის ნიშნულზე ავა, არამედ ბულგარეთი, რუმინეთის ნიშნულზე ავა, ანუ ევროკავშირის ეკონომიკურად ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნების ნიშნულზე ავა, მანამდე რაიმე მარჟის დაწევაზე ლაპარაკი უბრალოდ წმინდა წყლის ბინძური პოპულიზმია და მეტი არაფერი. მოკლედ, აი ამ მითში და ტყუილში ერთ რამეს შეგახსენებთ, აღარ ვახსენებ მეტ სახელებს და გეტყვით, რომ ყველა იმ ძირითად ხო აბრალებს ქართული ოცნება შემომტანებს და იმპორტიორებს პროდუქტების ფასების ზრდას და ამ რაღაცა ბოროტ კაპიტალისტურ მარჟებს. უნდა გესმოდეთ, რომ ყველა ძირითად პროდუქტზე, აბსოლუტურად ყველა ძირითად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტზე შემომტანები არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან, არიან მისი წევრები, ან არიან შემომწირველები ამ პარტიის, რომელსაც ასობით ათასი ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის. მაგალითად მოვიყვან ხორბლის ბიზნესის მაგნატს და ადამიანს, რომელიც ფაქტიურად აკონტროლებს ხორბლის ფქვილის შემოტანას საქართველოში, ბატონ გოდერძი ჩანგზელიას, რომელიც თუ კოცებს დაუჯერებთ, თვითონ არის პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე იმაზე, რომ საქართველოში პურის ფასი გაორმაგდა 10 წლის მანძილზე. გოდერძი ჩანგზელიანი რამოდენიმე გზის კოცი დეპუტატია და ერთ-ერთი მთავარი მეხოტბეა ამ ხალხის. არ ჩამოთვლი სახელობითად სხვა ბიზნესმენებს, როგორც რძის პროდუქტებს აზიან თავიდან ბოლომდე, შაქრის შემოტანას, იოდიზირებული მარილის შემოტანას, ანუ იმ ძირითადი პროდუქტების, რომლის გარეშეც ადამიანი უბრალოდ ვერ გადარჩება, ხორცის შემოტანას. ყველა ეს ბიზნესმენები და კომპანიები არიან ან დაკავშირებულები პირდაპირ ქართულ ოცნებასთან, ან არიან მინიმუმ მისი შემომწირველები. მე არ ვამტყუნებ ბიზნეს დღეს, აი ამ გიჟურ ვითარებაში, რომ ის იყოს ქართული ოცნების შემომწირველი. ესეთ მოდელში ცხოვრობს ეს ქვეყანა და ჩვენი მიზანი და ჩვენი გეგმა არის, რომ ესეთი მოდელი არავის აღარასდროს ამ ქვეყანაში აღარ არსებობდეს. მე მათ კი არ ვამტყუნებ. უბრალოდ, როდესაც აი ასეთ პოპულიზმში ჩააბიჯებთ ხოლმე, უნდა გესმოდეთ, რომ ყოველთვის პასუხს მიიღებთ. იმიტომ რომ ეს ქვეყანა ისეთი ბნელი არ არის, როგორი ბნელიც შეიძლება კობახიძის ჩოლკიდან ჩანდეს ხოლმე ეს ქვეყანა. მაგ თმებით არ არის დაფარული ჩემო ირაკლი ჩვენი ხედვაც და ყოველთვის შეგვიძლია ჯერჯერობით სანამ ბოლომდე დიქტატურას დაამყარებთ, ვიპოვოთ ის ადამიანები და ის ამბები, რის გამოც ამ ქვეყანაში 100 ლარი აღარ ასლარობს. და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აი ამ ყველაფრის პარალელურად გითხარით ერთის მხრივ სახელმწიფო სტაგნაცია არის და მედიანური ხელფასი ამ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის და მეორე პენსია ყველაზე შეჭირული ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე, სახელმწიფოს დამოკიდებულები არიან. 800,000-მდე ქართული პენსიონერი. 700,000-ზე მეტი 700,000-მდე სოციალური განათლების არის შემწეობის მიმღები ადამიანები.
ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც 10, 20 და 50 ლარი იზრდება ხოლმე წლიურად მხოლოდ ეს სოციალური განათებები. ბოლო სამარცხვინო რიცხვი მაგალითად 2026 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდა 20 ლარი არის გათვალისწინებული. პირდაპირ გეუბნებით, რომ ამ ფასების ზრდის პირობებში აი ეს მატება შეიძლება რეალურ ეკონომიკაში შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საპენსიო განათების უბრალოდ შემცირება და არა რაიმე ფორმით მატება. რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ? ამაზე წეხან გაკვირვით გითხარით, მაგრამ მარტივად გეტყვით. კიდევ ერთხელ, გარდა იმისა, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, ეკონომიკურად სიძლიერე მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც გლობალურ სავაჭრო ჯაჭვში საქართველოს თავისი როლი აქვს. საქართველო არ არის დიდი რესურსების ქვეყანა, ჩვენ არც ნავთობი გვაქვს, არც გაზი გვაქვს, არც რაიმე მინერალს ვფლობთ ჩვენს მიწაში, რომლითაც შეიძლება ძალიან სწრაფად გამოდიდარდეს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო სავაჭრო ჯაჭვში ჩვენი როგორც დერეფნის, როგორც ალტერნატივის როლი და ფუნქცია შევასრულოთ, ამისთვის იყო მნიშვნელოვანი ანეკლიის სპორტი და ის სატრანსპორტო ფუნქცია, მაგრამ აქაც ხედავთ, რომ ქართული ოცნება არაფერს არ აკეთებს. ეკონომიკური სწრაფი განვითარებისთვის ერთის მხრივ არის საჭირო აი ამ შუა დერეფნის ფუნქციის შეძენა და ამისთვის საჭირო იყო ანეკლიის სპორტი, ამისთვის საჭირო იყო უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც ევროკავშირის წევრობა იძლეოდა, რასაც ქართულმა ოცნებამ ფაქტიურად გამოამშვიდობა ეს ქვეყანა თავისი მმართველობის პირობებში. ეს ჩვენ მოგცემს უკეთესი ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური მაჩვენებლის ეფექტს, რაც გამდიდრებს მარტივად რო ვთქვათ ამ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს. შესაბამისად, ეს პრობლემები ასე აღარ იდგება, მაგრამ ამის მიღმა დიდ პერსპექტივაზე რო არ ვილაპარაკოთ და ხელისუფლების სულაზე ხვალვე შეუძლია ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეიკრიბონ იმ პარლამენტში შალვა პაპუაშვილმა იმის მაგივრად, რომ ცივილიზებული სამყაროს ყველა წარმომადგენელი ყოველდღიურად მანტრასავით ლანძღოს, გამოვიდეს შეკრიბოს თავისი ნახირი და დავალება მისცეს. დაიწვიოს აქსიზის საფასურის საწვავზე და მინიმუმ 2017 წლის ნიშნულს დაუბრუნდეს. ერთი გაუქმდეს ის 2%-იანი საპენსიო განათება, რომელიც არაფერში არ წერია, მაგალითად, თუ რამის დაწევა უნდა, მაგრამ მე უფრო მომხრე ვარ საპენსიო რეფორმის, სწორად რეფორმის, მაგრამ ამ პირობებში ეს განათება ზედმეტი ტვირთი არის. შეამციროს დღეგის გადასახადი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, უმარტივესი არის, ვიცით რა არის პირველადი მოხმარების და ვიცით საუკეთესო სტანდარტები რა არის ევროკავშირის ქვეყნებიდან, შეამციროს ეს გადასახადები. და რავი, ბოლოს ვიფიქრე კორუფციას ებრძოლოსო, მაგრამ რა კორუფციას უნდა ებრძოლოს? კორუფციასთან ბრძოლა არ გამოვა. მოკლედ, ამ ნაწილში ჩემი სიტყვები უკან მიმაქ, ხო, თუ არ შევცვალეთ, კორუფციასთან ბრძოლა ამ ხალხისგან არ გამოვა, იმიტომ რომ კორუფციით ცხოვრობდნენ და კორუფციით აპირებდნენ მომავალში ცხოვრებას. ამიტომ ამ ხალხს, როგორც იმ გამოთქმის არ იყოს, არაფერი არ გამოასწორებს. გარდა ხელისუფლებიდან წასვლისა. ხო, რა თქმა უნდა, კიდე ერთი ამბავი არის მორატორიუმი დენის ტარიფის ზრდაზე. აი ამ ყველაფრის შემხედვარემ ეხლა რაც გააკეთეს, რო იცოდეთ, დენის ტარიფის ზრდა, რომელიც დაგეგმილი იყო და ნარმანია უმახიანად ლაპარაკობდა დეკემბრის თვეშივე, რომ დენის ტარიფი აუცილებლად გაიზრდებოდა, მორატორიუმი გამოაცხადეს და ცოტა ხანი შეინარჩუნეს. აქაც გრძელვადიანად შესაძლებელია ტარიფის შენარჩუნება ან მისი სუბსიდირება სახელმწიფოს მიერ იმის მაგივრად, რომ რა ვიცი, 1000 იდიოტური პროგრამა დააფინანსონ. მოკლედ, გამოსავალი არსებობს. ოღონდ ეს გამოსავალი ვიღაცების ციხეში ჩასმა, სუსის გამოძიებით დაშინება, გამოძიებებზე და გამოკითხვებზე ტარება და ბიზნესმენების დისკრედიტაცია და მათი მოსწრებად გამოყვანა კი არ არის, გამოსავალი არის ხელისუფლების მიერ უბრალოდ სწორად მუშაობაში. თავარი გამოსავალი კი ამ ხალხის მოშორებაშია. მოკლედ, შევეცადე რომ ძალიან მოკლედ მომეყოლა თქვენთვის, რაც შეიძლებოდა თქმულიყო ამ ამბავზე და რაც არის სიმართლე, რაც არ არის გაჯერებული ტყუილით. რა არის პრობლემა? რის გამოა ეს პრობლემა და ძალიან მარტივად როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადაუჭერათ. დღევანდელი დერეფანი ამით დასრულებულია. მეოთხე ეპიზოდს ამით ვასრულებთ. ამ დერეფანმა ძალიან საინტერესო კარებები შეგვაღებინა, ის კარებები, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე თითქმის ყოველდღიურად აღებს. ყოველდღიურად ცდილობს, რომ თავის ოჯახში იმაზე მეტი მიიტანოს, ვიდრე წინა თვეს მიიტანა. მაგრამ ეს სამწუხაროდ არავის არ გამოგვდის. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც პენსიონერების ფულს იპარავენ ევროპაში და საქართველოში, იმ ადამიანებისა, რომლებიც ბაგაბაღების აღსაზრდელების ფულს იპარავენ, იმ ადამიანებისა, როგორიც საქართველოს ჯარისკაცების ფულს იპარავენ. ყველა ეს ადამიანი კი იყო ან არის ქოცი ჩინოვნიკი. მოკლედ,
ეს ხალხი ამ ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას და ჩვენს მომავალს კლავს და ისინი სასიცოცხლოდ საშიშები არიან ამ ქვეყნის განვითარებისთვის. დანარჩენი კი ყველამ ერთად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. დერეფნის დღევანდელი ეპიზოდი დასრულებულია. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. მე მეგონა დავამთავრე, მაგრამ გამახსენეს რომ არ დავამთავრე და კიდე კაი რომ გამახსენდეს. მოკლედ, ამ ყველაფრის და უფრო სხვა საინტერესო და კარგი ამბების მოსმენა თუ გინდა, არ დაგავიწყდეს და ძალიან გთხოვ. გამოგვიწერე, დაგვასაბსკრაიბე, დაგვალაიქე, მოგვიწონე იმისთვის რომ ბევრად მეტმა ადამიანმა ნახოს და გაიგოს სიმართლე იმაზე, რაც ჩვენ თავს ხდება ყოველდღიურად. ეხა ნამდვილად ნახვამდის. კარგად.